აი ხა თქვენ თქვით აქცია ეს კადრები არ იწვის და რა კარგია ეს არქივი რო არსებობს რა თითეული აქტივობა ხო იქ შედარჩუნებული თქვენ თქვით რომ აი მეც ბატონი ლექსუც მაშინ უპირისპირდებოდით NDI-ს და USAID-ს ვიღაცები რომ იქ მუშაობდნენ იმ NDI-ში და USAID-ში და დღეს რომ ნოტაციებს გვიკითხავენ ჩვენ რომ NDI და USAID რა ცუდი არის აი ჩვენ მაშინ უპირისპირდებოდით აი 9 წლის წინ მაგალითად ჩვენ გავმართეთ აქცია აი ამ NDI-ს წინააღმდეგ ეხლა მინდა რომ შევახსენოთ ეხლა ზოგჯერ ადამიანი ხო იცით 100 ჯერ გაგოდის ერთხელ ნანახი ჯობიაო და აი ჩვენ ჯერ კი მაშინ 9 წლის წინ საუბრობდით ამ ორგანიზაციას უფრო ადრე საუბრობდით ეხლა პრინციპში 9 წლის წინ აქცია ჩავატარეთ NDI-ს ოფისის თორე ამას ვლაპარაკობ 25 წელიწადი არა გაყალბებებს ამ სლოგანით NDI-ს ოფისთან აქცია გაიმართა ნიკოლოზ მჟავარნაძის უფლებადამცველთა გაერთიანებამ აქციის მონაწილეები არენდობიან და აპროტესტებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ბრალდებებს NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა წლებია ეს ორგანიზაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ქვეყანაში ხელს უწყობს წინასარევოლუციო ფონის შექმნას მე არ გამიკვირდება რომ არჩევნების წინა პერიოდში მათ დადონ იმ დაგვარი სურათი რომელიც იქნება გარკვეულწილად წინააღმდეგობაში რეალურ მონაცემებთან მივესალმებით ადამიანთა ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას ჩვენთვის მისაღებია თუ ვინმე გამოხატავს საკუთარ აზრს ან შენიშვნებს ჩვენი კვლევების მიმართ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების საზოგადოებრივ კვლევებს ვატარებთ რომელიც იძლევა ზუსტ ინფორმაციას ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია რომელსაც პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებს აი ეხლა ეს ქალბატონი გამოდის არისვენებს ეხლა ამერიკაში არის და ისაო რაღაცა ისეთი ბინძური რაღაცა თქვა რომ გაუპატიურებას ახდენესო რაღაცა ეს ხელისუფლება სამოქალაქო სექტორისო და მე არ ვიცი თქვენ ვის გაუპატიურებაზე ლაპარაკობთ თქვენ ხართ მე მგონი უფრო გაუპატიურებული და თქვენი დღე მე მგონი რომ დადგება იმისი რომ შეიძლება დაგიბარონ იქ CRU-ში, FBI-ში ან შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში და მოგთხოვონ პასუხი იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებდით აქ და კიდე სხვაგან. აი ხა იქ ჩვენ აქცია რო ჩავატარეთ, გამომბძანდა ეს ქალბატონი, მე მედიასთან კომენტარი გაკეთო, ბევრი ვერც ბედავდა, მაშინ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ვინ გააკეთო და მოდაში არ იყო. ხო, მაშინ ყველა ეს პროევროპელი იყო, მათ შორის გაყრილები იყვნენ ხოლმე ყველა. ხო, მათ შორის ისინი, ვინც აი ხა ეს სამთავრობო მედიის წარმომადგენელი, ვინ გაბედავდა, რომ ეთქვა NDI-ზე და ეხა რო ის აქვს. აი მაშინ იყო ეს ცოტა რთული და